2017 წლის მიმართვა პატრიარქი თავისი აღსავდრების 40 წლის იუბილეზე მიმართავდა ხელისუფლებას და ოპოზიციას. და ასეთ რამეს ამბობს. მე ალბათ სხვანაირად მესმის ოპოზიცია. ჩემი გაგებით ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს. მთავრობის დადგენილება თუ გაჩინება. ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას, რაც გამორჩა კეთილი სასარგებლო ერისათვის, ქვეყნისათვის. იმის შეხსენებას უნდა ეცადოს ოპოზიცია. პატივისცემა მთავრობისა და მთავრობას უნდა კონდეს პატივისცემა ოპოზიციისა. და მე ლოცავს ოპოზიციას და ხელისუფლებას, რომ ხალხი საკეთილდღეოდ ერთად იმოქმედო. და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. მე თუ იქნება ის საშუალება კიდევ ერთად იმოქმედო, ეს არის ძალიან საინტერესო. ერთად როგორ უნდა იმოქმედო, როდესაც ძულ ხარ. ხო, როდესაც ნაკლებობა სიყვარულისა, როდესაც ღირებულებათა სისტემა, ჩემი ღირებულებათა სისტემა თქვენი ღირებულებათა სისტემისაგან არ ამსუსხაობს, არამედ უპირისპირდება. აი ნახეთ 2019 წელს ჩვენ უნდა მოусმინოთ ერთმანეთს, მოსმენის კულტურა გვაკლია. ესეც თვისებაა ქართული ადამიანის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება სხვა ადამიანმა თქვას ჩვენზე უკეთესი. საოცრად პასუხობს იმ მოვლენებს, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ხდებოდა. ხო, დაუკვირდეთ ჩვენ. მე ხშირად ამაქვს ხოლმე ჩემს სალექციო კურსში ეს მოტივი წარმოადგენილი. აი, მოდი ამ ხმამაღლა ვიტყვი აუდიტორიის გასაგონად. ჩვენ დიდი ხანია შევწყვეტეთ დიალოგი. ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ. ჩვენ დიალოგს ვეღარ ვაწარმოებთ. აი, რა არის დიალოგი? აი, კლასიკური გააზრებით, დიალოგის კლასიკური გააზრებით, ხო? დიალოგი რა არის? დუოს და ლოგოს, ხო? ორთა შორის საუბარი, ხო? ანუ, ოდესაც ორი ერთმანეთს ემეტყველება. ეს არის დიალოგი, მაგრამ ავიღოთ ერთი ასეთი საინტერესო მაგალითი. აი, წარმოვიდგინოთ, ანდრია, მე და თქვენ საუბრობთ ერთმანეთში და სადღაც შორს დგანან ადამიანები არ ესმის ჩვენი, მაგრამ ხედავენ, რომ ვესაუბრებით ერთმანეთს, ანუ დიალოგს ვაწარმოებთ. მაგრამ არ ესმის რა საუბარაკობთ. და ერთმანეთში საუბრობენ და კითხულობენ, რას აკეთებენო ესენი, მამა ანდრია და გიორგი რას აკეთებენ. და მეორე პასუხობს, რომ ერთმანეთში საუბრობენ, ანუ დიალოგს აწარმოებენ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენთან რა ხდება ისეთი? თქვენ მეუბნებით სიტყვაზე თქვათ, რომ რა კარგია, როდესაც ადამიანი არის მშვიდი. ამ დროს ადამიანს შეუძლია ბევრი ბრძოლი გადაწყვეტილების მიღება. და მე მოგიტრიალდებით და პასუხობთ. სიტყვაზე ვთქვათ, ამ ქოთანში ეს ყვავილი ჩარგო თუ ის ყვავილი ჩარგო მეთქი. და თქვენ შემეპასუხეთ, კაცო, ქოთანში ყვავილის დარგვაზე კი არა, სიმშვიდეზე გელაპარაკები. და მე მოგიტრიალდებით და გეუბნებით, როგორ ფიქრობთ ახლა ეს კედელი ამ ფრად შევღებოთ თუ იმ ფრად შევღებოთ. ანუ შორიდან ჩვენ ერთმანეთს ვაპარაკობთ, თითქოს და ვიღაცას რჩება შტაბეჭდილება, რომ დიალოგს ვაწარმოებთ. სინამდვილეში დიალოგს კი არ ვაწარმოებთ. ერთმანეთის არ გვესმის, ანუ დიალოგის გააზრება, დიალოგის განმარტება თავის თავში გულისხმობს არა იმას, ორი ლაპარაკობს, არამედ იმას, ორი ერთმანეთს უსმენს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შედგეს დიალოგი. როდესაც მსმენელი ხარ და არა მოლაპარაკე. ამიტომ აი ხშირად არის ხოლმე, მე ხშირად ხედავ ხოლმე, რომ როდესაც ადამიანები იკრიბებიან რაღაცა დისკუსიისათვის, იკრიბებიან არა იმიტომ, რომ სხვას მოусმინონ, არა იმიტომ, რომ სხვა მოусმინოს მათ. მოსასმენად არ ხვდებით ერთმანეთს. აპრიორი მივდივარ იმით, რომ მე რაღაცა ისეთ განსაკუთრებულს და საოცარს ვიტყვი, ამაზე უკეთეს იქ ვერ იტყვიან. მე უნდა ვისმინო, შეიძლება ვიღაცამ რამე დაამატოს, მაგრამ ჩემნა ეს ვერ იტყვის. ანუ თავიდანვე მე ერთობის სული არ მაქვს, როდესაც მოვდივარ თქვენთან საუბრისათვის. არ უნდა დაგჭირდეს ამდენი მსხვერპლი გაერთიანებისათვის. ჩვენ მუდამ ერთიანი უნდა ვიყოთ, ასეთი ბედი გვაქვს. ეს პატრიარქის სიტყვებია, კვლავ ამას ვიხსენებ. ამდენი მსხვერპლი რა დაგჭირდება? მოდი ეს კითხვას დავუსვათ. იმიტომ რომ თავარ სხვებს არ ვიძლევით, საკუთარ თავს არ ვიძლევით მსხვერპლად და ამიტომ ჩვენ სხვის მსხვერპლ შეწირულით ვართ დაკავებული. სხვა უნდა შეეწიროს, მე არა. შეეწიროს არა ფიზიკურ შეწიროს, არამედ ინტერესების შეწირვაზეა საუბარი. დათმოს. დათმოს, ამაზეა საუბარი. ეგოიზმი, რაზეც ვლაპარაკობთ, ხო, შეიყვაროს, მოყვასი, ანუ დათმოს თავისი. თავის თავაცხადი, ანუ რაღაცა საქმე, თავის თავაცხადი, ანუ რისი თქმა მინდა, მე ხანდახან ნებები უფრო სწორად ვთქვი. გარკვეულწილად ირონიითაც ვამბობ ხოლმე, რომ ქრისტიანობა ეს არის ჯვარცმის რელიგია. მაგრამ არა სხვისი ჯვარცმის, არამედ საკუთარი თავის ჯვარცმის. დღეს ბევრს გონია, უფრო მაგარი ქრისტიანია, თუ კი რაც უფრო მეტი ჯვარცმული ყავს, უფრო მაგარი ქრისტიანია და თავის თავს ჯვარს არ განუკუთვნებს, ანუ პირიქითაა, შენი თავი უნდა აცვა ჯვარს, რომ სხვა არ ეცვას ჯვარს.
სხვა დაიცვა, სხვა დაიფარო. შეტრიალებულია ყველაფერი. ძალიან მძიმეა, ძალიან ანუ ეს არის სწორედ ის, რასაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი, აზროვნების. ამას მოხ განხეთქილება. ამას მოხ განხეთქილება, რატო? რას მოხ განხეთქილება? ერთობის სული როგორ შეიკრიბება? არ ვაზროვნებთ. არ გვაქვს ის ღირებულება და სისტემა, რომელმაც ერთობა უნდა შეკრას. მე არა მაქვს და იმას აქვს კი არა, იმასაც არა აქვს, მეც არა მაქვს, თქვენც არა გაქვს და რაღაცა ესა გვაქვს რაღაცა გასახსენებელი, ესა გვაქვს რაღაცა მოსაძიებელი, სადაც ჩვენ შევძლებთ ერთობას. გადავხედოთ ჩვენს ისტორიას. ჩვენი ისტორია ალბათ ძალიან მეტყველი და ძალიან ქმედითია. ძალიან კარგად აჩვენებს ამას, ხო? რა შემთხვევაში იყო რეალიზებადი ერთობა, რა შემთხვევაში ვიშლებოდით, რა არის წინაპირობა ერთობისა. აღმოჩნდება, რომ სახელმწიფოს ერთობის წინ საზოგადოებრივი ერთობა არის სახეს. საზოგადოებრივი ერთობას საფუძვლად უდევს აზროვნების გამოცოცხლება, აზროვნების, ასე ვთქვათ, გაკეთილშობილება, მისი ღირებულებათა, ჭეშმარიტ ღირებულებათა სისტემაზე მოქცევა. ანუ ჩვენ გვინდა რაღაცა მივიღოთ შედეგი ისე, რომ ამ შედეგისთვის არაფერი ვაკეთოთ, ამ შედეგისთვის არ ვიშრომოთ, ამ შედეგისთვის რამე არ დავთმოთ. ამიტომაც გვაქვს აი ძალიან მენიშნა მისი უწმიდესობის ეს სიტყვა, რომ ბევრი მსხვერპლი გვიწევს. და ამიტომაც გვიწევს ეს შედეგია ჩემი დამოკიდებული. მე მირჩევნია, ჩემი პოზიცია მე სხვანაირად არ დავთმობ. მე მირჩევნია, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თქვენ დათმოთ, მაგრამ არაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მე დავთმო. ასევე ხარ თქვენც ჩემდამი. და შესაბამისად, სად არის ის სივრცე, სად არის აზროვნების ის ფორმა, სად არის შეხვედრის ის ადგილი